წინ ზაფხულია, მაგრამ ჩვენთვის დასვენება არ ზაფხულშია, არც არცეთ პერიოდში. ეს არის დიდი აღშენებლობის ეპოქა საქართველოში და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ მუხჩაუხრელად არ ვიშრომოთ. აშენდა ახალი ქალაქები. ბათუმი ეს არის მთლიანად ახალი ქალაქი. ანაკლი არის მთლიანად ახალი კურორტი. ქუთაისი ეს 2-3 წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად ახალი ქალაქი იქნება. თბილისის ცენტრი კეთდება ახლებურად. ჩვენ შევქმნით მთლიანად ახალი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უნდა იყოს თითოეული ქართველისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენ ვქმნით მთლიანად ახალ განათლების სისტემას. საქართველოში შევქმნით დიდი ქსელი ტექნიკური სასწავლებლების, რომელიც მართლაც აძლევს ისეთ პროფესიას, რომ პირველი ერთ თვეში 80%-მდე მათი კურსდამთავრებულების საქმდება. ჩვენი რკინიგზა აღარ იქნება ჩიხით. მნიშვნელოვანი გოლი გავხდებით ჩინეთ ლონდონის რკინიგზის, ყარსი ახალქალაქის რკინიგზის მეშვეობით. ისტორიული ეპოქალური მშენებლობა. და მეორედ საქართველოს რკინიგზა იქნება დაჩქარებული თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათნახევარ მანძილში. ჩვენ ვაშენებთ ახალ აეროპორტებს. ჩვენ ავაშენეთ თბილისის აეროპორტის შემდეგ ბათუმის აეროპორტი, ჩვენ ავაშენეთ პატარა აეროპორტები, მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. ჩვენ ახლა ვიწყებთ მოდერნიზაციას თელავის აეროპორტის. დავიწყო მშენებლობა ფოთის აეროპორტის, სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ მშენებლობა აეროპორტის გურიაში, კერძოდ სოფელ მერიაში. დღეს სიტუაციაში აღმოჩნდით, როცა პენსიონერი უკვე სექტემბრიდან მიიღებს ჯერ დაზღვევას მიიღებს 60-ზე მეტი 65-ზე ასაკის ამ ეტაპზე მიიღებს $140 პენსიას, რაც უკვე მაღალი პენსია საკმაოდ, მომავალ წელს იქნება $100, რაც საარსებო მინიმუმს გადაახტება თითოეულ ადამიანზე, მაგრამ კატეგორია მოქალაქეების, რომელიც ჯერ პენსიონერი არ არის და რომელიც არც იმ ასაკში არ არის, რომ თავის ცხოვრება ახლიდან დაიწყოს. ეს კატეგორია გაიზარდა ბოლო წლებში და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი განგაშის წყარო. იმიტომ რომ ამ ხალხის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებული გულისხმობა და უნდა პროაქტიული პოლიტიკა გქონდეს ამ ხალხის დასაქმების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის, გადამზადების, დასაქმების, პერსპექტივის გაჩენის, იმისა რომ ამ ხალხმა არ ჩათვალოს, რომ სანამ საპენსიო ასაკს არ მიაღწევენ 5, 10, 15, 20 წელი განწირული არიან უმოქმედობისთვის და სოციალური დეკლასირებისთვის. რამდენიმე თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. უახლოეს წარსულში ჩვენ როგორც საზოგადოება არაერთხელ დავდგარვართ კრიტიკული გამოწვევების წინაშე, გამოწვევებისა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება იყო დამოკიდებული. ყოველ ასეთ გამოწვევას, ყოველ ასეთ გარდამტეხ მომენტს საქართველოს ხალხმა დიდი მოქალაქეობრივი ღირსების და პატრიოტული შემართების დემონსტრირებით გართვა თავი. გართვა თავი ისე, რომ იმავდროულად დაამტკიცა თავისი უპირობო ერთგულება სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ფასეულობის მიმართ. როგორც ვიცით ყველა, მომავალი არჩევნები ჩვენი მორიგი გადამწყვეტი ისტორიული მომენტი იქნება. აი, იქ გადაწყდება საქართველოს, რომ გადავა რაღაც რუბიკონს, რომლის იქით მას უკან ვერავინ ვეღარ მოაბრუნებს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაოცებს მთელ მსოფლიოს საკუთარი პოლიტიკური მოწიფულობით, დემოკრატიისა, თავისუფლების სიყვარულით, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის. სრულიად გადამწყვეტია ის, რომ ამ არჩევნებთან ერთად რაც იდება სასწორზე. კორუფციისგან, თავისუფალი ეკონომიკური კურსიდან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე, ყველასთვის ხელმისაწვდომი საყოველთაო ჯანდაცვიდან სოფლის მეურნეობის განვითარებამდე. ამიტომ ეს არჩევნები თითოეულ ჩვენგანს ხელისუფლების ყველა საფეხურზე დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული თითოეული თქვენგანით გვალვალდებულებს, რომ უპირობოდ ერთგულებად დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპებისა უზრუნველყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მართლაც სამაგალითო. მე როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციისა და ჩვენს მიერ ერთად აშენებული დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის გარანტს და ჩვენ მიერ ერთად აშენებული ქვეყნის შემდგომი განვითარების გარანტს ამ ეტაპზე დღეს მინდა რამდენიმე გზავნილი გაგაცნოთ. პირველი გზავნილი ძალიან მარტივია და ყველასთვის კარგად გასაგები უნდა იყოს. მე არ დაუშვებ იმას, რომ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა. პირადად უზრუნველყოფ იმას, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბების და მოგთამვის ნებისმიერი მცდელობა კანონის სრული ძალით დაისაჯოს და ეს დაიმახსოვროს ყველა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ავაშენეთ სისტემა, რომლის თანახმად
ყველა ხას უსვამ, ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას. ყაჩაღ სამართალდამცველებს მართლა ჯეროდათ რომ ისინი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგნენ. გაიხსენეთ როგორ იქცეოდნენ ისინი არც თუ დიდი ხნის წინათ. გაიხსენეთ როგორ დათარიშობდნენ ისინი ჩვენ ცხოვრებაზე და გაიხსენეთ ისინი როგორ ვაიძულეთ უკლებლივ ყოველი მათგანი ნულოვანი ტოლერანტულობის პრინციპით, რომელსაც ახლა ესე ეჩქვესახებენ. კიდევ ერთხელ რომ ნულოვანი ტოლერანტულობის პრინციპი იყო მაშინ და იქნება ახლა ყოველგვარი კანონდარღვევის მიმართ, როგორ ვაიძულეთ ეს ხალხი დამორჩილებოდნენ კანონს და ეგოთ პასუხი ხალხისა და სამართლის წინაშე. ჩვენი შეუწყნებელი კურსი მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნდა, კვლავაც გაგრძელდება. კანონის ფეხქვეშ გათხოვის ცდელობას ყველანაირს დაუპირისპირდება ერთი მხრივ კაცრი სამართალდამცავის ძალისხმევა ნულოვანი ტოლერანტულობის დაფუძნებული, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო სისტემის სამაგალითო მუშაობა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად. მიმართავ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა დონეზე, მოგმართავთ თქვენ. გარკვეული ძალები შეეცდებიან და ისინი უკვე ცდილობენ, თქვენ ეს კარგად იცით, გავრცელონ სიცრუე თქვენი მუშაობის შესახებ. ამიტომ იცოდეთ, რომ ყველაზე სწორი გზა დაუმარცხოთ სიცრუე არის სამაგალითო მუშაობა. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც იცავს ჩვენ მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებას, მათ შორის პოლიტიკური კამპანიების წარმოების უფლებას, განურჩევლად პოლიტიკური სოფხედველობისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. როგორც ქვეყნის მეთაური, მე ვარ ამაყი, იმით რომ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველა უბანსა და ქუჩაზე პირველთნულად დაიცავთ ჩვენი ხალხის ამ ფუნდამენტურ უფლებას. 2014 წელს ჩვენ რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ ნატოს წევრები და ესეც ოქტომბერში გადაწყდება რეალურად. ვიყოთ სამართლიანები, გახსნილები, დემოკრატიულები, ვიყოთ ახლოს თითოეულ მოქალაქესთან, ჩვენ ხალხთან. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო. But to me, they're very friendly, they're very nice and